მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანაზე დღეს პირველი მოსმენით მსჯელობენ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხდომაზე. ცვლილებების მიხედვით სპეციალიზირებული მაუწყებლები, რომლებიც ძირითადად ერთი თემატიკის სპორტული შემეცნებითი საგანმანათლებლო მიმართულებით მაუწყებლობენ, უცხოური დაფინანსების მიღებას შეძლებენ და მათთვის არსებული შეზღუდვა მოიხსნება. კანონპროექტის ავტორის არჩილ გორდულაძის განცხადებით, უცხოური დაფინანსების მიღება ისევ აკრძალული იქნება იმ მაუწყებლებისთვის, რომელთა ეთერშიც არის ახალი ამბები და საზოგადოებრივი პოლიტიკური თემატიკა. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი იქნება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალდებულოს მიღებული დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს. დაახლოებით 1 წლის წინ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით უცხო ძალისგან დაფინანსების მიღება მაუწყებლობისთვის არის აკრძალული, რასაც აქვს შესაბამისი ახსნაც, როგორც პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობა, რომ საზოგადოებაზე ზეგავლენა მოახდინოს, იმისათვის, რომ თანხებს, რომელსაც მოყვება შესაბამისი გავლენა და უცხოური გავლენა საქართველოში არ იყოს გატარებული, ამიტომ ეს ყველაფერი არის აკრძალული. ამავდროულად იმ მაუწყებლები, რომელსაც საინფორმაციო ბადი არ აქვს და მაგალითად მხოლოდ კონკრეტული ერთი მიმართულებით მაუწყებლობენ, მათ შედარებით უფრო დაბალი რისკი აქვთ, რომ საზოგადოებაზე გავლენა მოახდინონ. ამიტომ, რაც არის კანონმდებლობის მიზანი, რომ საზოგადოება დაცული იყოს უცხოური ჩარევისგან, უცხოური გავლენისგან, კვლავ რეალიზებული დარჩება.